რაღაცა იქ კონკრეტული დეტალები რა ხდებოდა იქ, სადაც ბოლო ის 5 დღე როგორ გაატარეთ. ხომ არ ემზადები ამის. ვემზადები, რა თქმა უნდა, ვინ არ ემზადება ამისთვის, იმიტომ რომ მე სხვათა შორის წინაზეც თქვი რა, როგორც COVID-ს რო ვითვლიდით, ხო, იცი რომ ჯერ ერთი ინფიცირებული, მერე მეორე, ბოლოს ყველას რო დაემართა, მგონი რომ ყველას დაგვემართება ეს, ანუ ყველა ვიქნებით 5, 10, 15 დღე ციხეში. მანამდე ვახო, მინდა ვნახოთ მიშა ზაქარაიშვილის ვიდეო. ერთად მინდა ვნახოთ ეს ვიდეო, აი დღესაც გააჩერეს მიშა ზაქარაიშვილი, შენ რო იყავი დაპატიმრებული, მაშინაც გააჩერეს, თან მოგიყვები ახლა ამბებს. და ახლა ვუყურებთ როგორ მიმდინარეობს ოქმის შედგენა, ესე სერიოზული სახეებით ადგენენ ოქს. ანანო სამუშიამ გავრცელა სხვათა შორის სოციალურ ქსელში ეს ვიდეო და TV პირველი ჟურნალის ვხედავთ და აი ასე ადგენენ ოქს, პირბადეს ლუქავენ და ამ როგორც წესი ამ უმნიშვნელოვანეს ოპერაციაში ჩართულია 10-მდე პოლიციელი და პრაქტიკულად მუდმივად აი მიშა ზაქარაიშვილის პირბადე და მისი პირბადის ტელეფონში რაღაცა ხო, ანუ თან ატყობინებენ, ხო, რა საინტერესოა. ატყობინებენ. ფოტოებსაც უღებენ. დანაშაულის ასახავენ, ლუქავენ პირბადეს. წარმოუდგენელია, რომ ეს ხდება, მაგრამ ეს რეალობაა და ჩვენ ამ რეალობის თვითმხილველები ვართ და ეს ხდება ყოველ საღამოს და სხვათა შორის შენ რო იყავი დაკავებული, მაშინ ყველაზე სუპერ პოპულარული ვიდეო იყო აი ეს ორი გოგონა, რომელიც კონცერტიდან მოდის და იმასაც, არ ვიცი, თუ გვექნება შესაძლებლობა, მინდა რომ მე ეს ვიდეოც ვნახოთ, როგორ ლუქავენ, ჯერ როგორ უმოწმებენ ამ გოგოს პირის ხრუს, იმიტომ რომ პირბადე აქვს გაკეთებული კბილებს იკეთებს, ეს გოგო იხსნის პირბადას და აჩვენებს პირის ხრუს პოლიციელებს. მოკლედ, აი ამით იყო დაკავებული პოლიცია, შენ ტელევიზორი არ გქონდა, ხო? ტელევიზორი არ მქონდა, მაგრამ ისტორია მქონდა, მე კი არა ჩემს თანამესაკნეს, რომელიც ძალიან გავს ამ ისტორიას და აი იქაც შემოდის ეს კბილების ამბავი იმ ისტორიაში. მომიწია რამდენჯერმე ამის მოყოლა ვიწრო წრეში თუ ისედაც გუშინ ჩემს გადაცემაშიც რაღაც დეტალების თქმა. უსაყვარლესი ადამიანი იყო ეს გიორგი ყიასაშვილი, რომელიც ქალაქში გადაადგილდება ჩვეულებრივად როგორც ჩვენ ყველანი და ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ანუ მარტო იმ დღეს კი არა რომ დაიჭირეს, არამედ წინა დღეებში, წინა პერიოდში კვირებით ადრე, თვეებით ადრე და ანუ ისიც კურნალობს კბილებზე. და ექიმის რჩევა იყო ასეთი რეკომენდაცია, რომ აუცილებლად გაეკეთებინა პირბადე, იმიტომ რომ შეიძლება ინფექცია შეგეჭრას, გაგირთულდეს და ეს კიდევ დამატებით პრობლემებთან არის მე დაკავშირებული. მოკლედ, პირბადე ეკეთა. სულ ეს იყო მისი დანაშაული. მაქამდე გააჩერეს ორჯერ თუ არ ვცდები წინა პერიოდში გადაუყეს ასე ფოტოები, გადაუყეს რაღაცები და ანუ ეს ადამიანი როგორც უიშვიათეს ექსპონატს ხო, ეს ადამიანი პირბადეში. ეს ადამიანი ანუ მათ რაღაც ბაზები აქვთ ალბათ და იმ ბაზებში იყო ფოტოები, ეს პირბადეც იყო, აღრიცხული იყო ყველაფერი. იქ სასამართლო გადაწყვეტილებაში ეწერა რომ პირბადეს კონფისკაცია გაუკეთეს, ანუ იმ პირბადეს ვერ დაიბრუნებს. ეს დიდი ზარალიც მიაყენეს ადამიანს და გარდა ამისა, ანუ აქ ყველაზე დრამატული რა არის, ხო, ჩვენ ვცდილობთ რომ ვისაუბროთ რაღაც ცოტა ვიხუმროთ კიდეც, იმიტომ ტრაგიკომიკური სიტუაცია, სინამდვილეში ტრაგიკული, მაგრამ ახლავს ეს კომედიური დეტალებიც. თუ მეორეჯერ გაიკეთებს პირბადეს ეს ადამიანი, რომელიც გავიცანი, მას სისხლის სამართლის წესით დაიჭერე. წარმოიდგინეთ, ან მეორე დრო მოუწიოს კბილის ამოღება და ეს კურნალობა გრძელდება მისი კბილების,
დასაჭერად აქვს საქმე ამის გამო ადამიანს მარტო იმის გამო რომ სტომატოლოგთან დადის. წარმოუდგენელია. ეხლა რასაც ვუყურებთ, რომ დავაბრუნოთ კიდევ ერთი ვიდეო თავისუფლების მეტროსთან პოლიციამ კიდე ერთი პირი დააკავა. თუ შეგვიძლია რომ წეგან ვუყურებდით აი ამ ვიდეოს, ერთი პირი დააკავა და მამაკაცის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის აქციიდან მეგობართან ერთად ბრუნდებოდა. პოლიციამ ორივე მათგანი ჩხრეკის მიზნით გააჩერა, საბუთები მოსთხოვა, ორწუთიანი გასაუბრების შემდეგ მანქანაში ჩასვა და შემდეგ დაატოვებინეს ტერიტორია და როგორც დაკავებულის მეგობარმა შემდეგ საუბარში განაცხადა, მედიას განუცხადა, რა მიზეზით დააკავეს მისი მეგობარი მისთვის უცნობია და ზოგადად თავისუფლების მეტროსთან პოლიციელები მოქალაქეების ჩხრეკვას დღეს ჩხრეკდნენ და პრინციპში ეს არის უკვე ჩვენი ყოველდღიურობა და მე ბევრჯერ ვთქვი და ეხლაც მიწევს თქმა, რომ აი ეს, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, მაგონებს უკრაინის ომის პერიოდის მოსკოვს, როდესაც YouTube-ის სავსე იყო ასეთი ვიდეოებით, როგორ აკავებდნენ მოსკოვში აქციებზე მიმავალ თუ მომავალ, ან საერთოდ არ მიდიოდა ეს ხალხი ველოსიპედით რო დააკავეს, გახსოვს ის და რა ვიცი, ბავშვებით და დედებით და პრინციპში ძალიან მაგონებს აი იმ სურათს. ეს კადრები რომ გადის ვიკა, ერთ რაღაცას მინდა მაყურებლის ყურადღება მივაქციო. შენ თავადვე აღნიშნე, რამდენი პოლიციელია ხო, აი ამ ერთი ადამიანის გარშემო. პოლიციას ყავს კონტინგენტი, რაოდენობა და სახელმწიფო ზოგადად განსაზღვრავს, რამდენი პოლიციელი უნდა ყავდეს. და ესე იგი, ამდენი თუ ყავს, სჭირდება დანაშაულთან ბრძოლას შესაბამისად. ეს ხალხი დაძდევს პირბადიან მოქალაქეებს, აი ეს ყველა პოლიციელი ახლა არის მოცლილი. დამნაშავე სადღაც თავის საქმეს აკეთებს და ეს პოლიციელები აქ არიან. აი ახლა რომ ვკითხო, აი იმას რომ ვკითხო უკან რო დგას, აი ტელეფონში რო არის რა, რითი არის ამ წუთას დაკავებული, ვერ აგიხსნის, იმიტომ რომ ამდენი ხალხი მისულია არა მხოლოდ ადამიანის, არამედ პირბადის დასაკავებლად. იმ დღეს აქციაზე, როდესაც ვიყავი, მე ბრუნდებოდით, ასე ჯგუფად წამოვედით რუსთაველიდან და გააჩერეს ადამიანი, რომელსაც სიცივე იყო, ეკეთა ოდნავ აწეული ქონდა ესე. დაიჭირეს, უამრავი პოლიციელი იყო და ახლა ვესწრებით ამ ამბავს, იქ ადვოკატი მოვიდა, მთელი ამბავი და ნაჭერი დააპატიმრეს. და წავიდნენ. მართლა. აი ძალიან ბევრნი იყვნენ. აქ ხო არიან ამაზე 5-ჯერ შეიძლება 10-ჯერ მეტი იყვნენ და ოქმი შეადგინეს, ნაჭერი დააპატიმრეს, ჩადეს რაღაც დალუქეს, მოკლედ ეს ნაჭერი და იქ ჩაწერეს, რომ ეს ნაჭერი არის დაკავებული და წავიდნენ ეს პოლიციელები და ჩვენც მე გამოვაგზავნეთ გზა. მასობრივი აბსურდია. ხო, აბსურდი შეიძლება იყოს უკავშირდებოდეს რაღაც ერთ კონკრეტულ შემთხვევას, მაგრამ აქ მასობრივი აბსურდია და აი ამას ვუყურებთ, ან ზოგი მონაწილეც ვართ ამ ყველაფრის ჩვენ დაუნებურად და მთელი დღეების განმავლობაში ხდება ეს ადამიანები გამოდიან ქუჩაში და პირბადის გამო მათ დაძდევენ და შემდეგ აპატიმრებენ და გადაყავთ იზოლატორებში, იხარჯება წარმოუდგენელი რესურსი ამაზე, აი ახლა, აი ამაზე ხომ რესურსი იხარჯება, ხალხის ფული იხარჯება ამას, ბიძინა ივანიშვილი თავისი ჯიბიდან კი არ ხარჯავს. ჩვენი გადახდილი გადასახადებით აკეთებენ ამას. კი ბატონო, მაშინ როდესაც მართლაც საოცარი ამბები ხდება ამ ქალაქში, თუნდაც ახალგაზრდა მასწავლებელი სასიკვდილოდ გაიმეტეს მოზარდებმა და აი ამ ყველაფერს რო იაზრებდა და რა რესურსი იხარჯება მართლაც აი პირბადის დალუქვის ოპერაციაში არის წარმოუდგენელი. აქვე ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ თავისუფლება მასწავლებელ ნინო დათაშვილს პროტესტი ოპერასთან აი ლევან ღამბაშიძე წერს ასევე მისი სტატუსია მას ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება მიმდინარეობს და ონისე ოქრიაშვილი დგას ოპერასთან, სადაც ქოცებს მასწავლებლის რაღაც ჯილდოს ღონისძიება გაუმართავთ. ალბათ რამდენიმე ასეული მასწავლებელი იჯდა დარბაზში და მხოლოდ ონისე ამბობს სათქმელს, რა ფასი აქვს ამ ჯილდოს, წერს ის და აქვეყნებს ფოტოს და კიდევ უნდა ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ პოლიციამ თავისუფლების მეტროსთან პროტესტის მონაწილე
ილია ბურდული დააკავა. მანამდე რუსთაველის გამზირზე დააკავეს გიორგი მუმლაძე და კობა აფშილავა. რამდენიმე წუთის წინ მოხდა ეს და მოკლედ ეს დაკავებები დღესაც გრძელდებოდა. ასევე ვიცით რომ თამთა გოგოლაძე არის დაკავებული, ისიც აიყვანეს დღეს და 5 დღიანი პატიმრობა მას უკვე მიესაჯა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა ლიკა ბასილაია შავგულიძემ დროებითი მოთავსების იზოლატორი კი დატოვა. აი ვხედავთ აი ამ კადრებს როგორ ტოვებს ლიკა დროებითი მოთავსების იზოლატორს და მან სხვათა შორის იზოლატორის დატოვების შემდეგ ვთქვათ მადლობა გადაუხადა რეჟიმს და თქვა რომ ისეთი პატიმრობაში ძალიან ბევრი პატრიოტი და თავდადებული ახალგაზრდა გავიცანიო, ძალიან მადლობელი ვარ ამ რეჟიმის იმის გამო რომ ასე მოხდა ასეთი საქმე გააკეთა. თუ გვაქვს შესაძლებლობა არც მოვისმინოთ ლიკას კომენტარი. ძალიან მადლობელი ვარ ამ რეჟიმის და თავის დაუნებურად მაგარი საქმე გააკეთა. ჩვენი ყველამ გავიცანით ერთმანეთი, ახალგაზრდა თაობა და ძველგაზრდებმა აი ვიპოვნეთ ერთმანეთი. უნდა ვთქვა რომ ჩვენი ახალგაზრდობა ამ ქვეყანას კიდევ ერთხელ დავწმუნდი და კიდევ უფრო 100%-ით რომ არ დაუწყობს რუსეთს. ეგ არის გამორიცხული. ისეთი ბავშვები გავიცან, ისეთი მებრძოლი გოგოები ხალხო, აი იდეალისტები, პატრიოტები, თავდადებულები, რომელსაც არაფერი არ შეაშინებს, მათ არაფერი არ შეაშინებს. აი და სხვათა შორის ვახოც მეუბნებოდა ამას, რომ გაიცნო ფანტასტიკური ადამიანები და ეხლა მინდა ვისაუბროთ ამაზე. ლიკამ რო იცოდეს ნეტა რამდენი ვიჭიდავე, რომ ლიკას თავი როგორ წამართვეს ხელებიდან ამაგლიჯოს მე და ვასკა, რომელიც ასევე არის დაკავებული, მოკლედ ვისაც ვახსენებ თუ დააკვირდებით, ან დაკავებული, ან იყო დაკავებული, ან ალბათ დააკავებენ. მოკლედ აი ყველას გვიწევს როგორც ჩანს ეს. რაც შეეხება ხშირად პატიმრობას, მინდა რომ მომიყვე, როგორია ეს, აი რაღაცნაირად მინდა რომ უფრო დეტალებზე ვისაუბროთ. რამდენად ჩვენ აგიყვანეს სტამბასთან არ მისული. სხვათა შორის ერთ შეხვედრაზე მივდიოდით და ასე ვერ მოხდა ჩვენი შეხვედრა, ხო, აგიყვანეს სტამბასთან. იქვე გითხრეს ხო რაზე მიყავდი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგი ისე მიყავთ, რომ არც ეუბნებიან, თუმცა ხდება ზოგი, რომ გზის გადაკვეთვაზე და ადმინისტრაციულზე მიყავთ. მოვყვები, კი ბატონო, თავიდან ერთი რაღაც მინდა ვთქვა უბრალოდ, რომ არ გაიგოს მაყურებელმა ისე, რომ რაღაც დიდი სროკი ხადია. ხო, ნუ ამას არ გაიგებს და სხვათა შორის მიზანიც ეგ არის ჩემი, რომ მათ აქვთ მიზანი, რომ შეგვაშინონ. ეს ამბავი არ იქნება ჩემზე, რაზეც ვილაპარაკებ, არამედ იქნება გამოცდილებაზე. კი ბატონო, რაც შეიძლება ყველას აქ უამრავ ადამიანს იჭერენ, თუმცა ამისი გაუბრალოებაც არ შეიძლება. ნამდვილად. იმიტომ რომ ამ რეპლიკისთვის. მათი ამბავი ხომ ის არის რა კანონებიც მიიღეს ეს კანონები ბჭყალებში. შემდეგ სისხლის სამართალი, არ ვიცი სადამდე წავლენ, ხო? მათ თქვეს ასეთი ფრაზა: ნული თანაგზნობა. ეს ფრაზა არის ალბათ ყველაზე საშინელი ფრაზა, რაც უთქვამთ. რას ნიშნავს ნული თანაგზნობა? ნული თანაგზნობა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი რამ შეგიძლია გააკეთო, ან ჩვენ აი მთელი საზოგადოება პრაქტიკულად, ეს მარტო ჩვენ არ გვეხება სხვათა შორის, ყველას ეხება, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის მტრად. მათაც მის ყოფილ თანაგუნდელებსაც და მათზეც მაქვს მე რაღაც მათ მიმართ განსაკუთრებულად იგრძნობა ეს კი და მათ შესახებაც მაქვს რაღაც სათქმელი, ცოტა შედარება უნდა გავაკეთო რაღაცების. ანუ გნიშნავს მტრად, აი წმინდა ტოტალიტარული მიდგომა, გნიშნავს მტრად, ვინც მის გარშემოა ანუ მთელი ქვეყანა დანიშნა მტრად, არის რაღაც ერთი მუჭა ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ნული სოლიდარობა. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია დაიჭირო 6 დღით, 1 წლით, მრავალი წლით, შეგიძლია ქუჩაში მიახვრიტო სადღაც თუ თანაგზნობა ნულია და აქ ლაპარაკია უდანაშაულო ადამიანებზე. მაშინ ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. რატომაც არა? იმისთვის, რომ შენ გადარჩე ერთგულება დაუმტკიცო ივანიშვილს მას დაემონო, ამისთვის
საჭიროა რომ ვიღაც განადგურდეს მათ შორის ფიზიკურად ან იმ ფორმით როგორცაც მოინდომებს ბიზინა ივანიშვილი. ეს ძალიან საშიში რამეა სინამდვილეში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და აი ის ეპიზოდი, როდესაც ხო და ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე რომ ეს ამბავი ჩემზე არ არის, საერთოდ რასაც ვიტყვი, არაფერი ჩემზე არ არის, აი იმ ხალხზე არის, ვისაც აპატიმრებენ, ემუქრებიან, სცემენ, თავს ესხმიან და ასე შემდეგ და ვისაც ებრძვიან პროპაგანდისტულად დეზინფორმაციით და მოკლედ ყველა დაუშვებელი ხერხით. რაც შეეხება იმ ეპიზოდს, რაზეც შეკითხვა დამისვი, როცა შეხვედრაზე მივდიოდი და ვერ მოვედი წვაჭრის. ადამიანი, რომელიც იმ შეხვედრას კიდევ ერთი, რომელიც უნდა დასწრებოდა, მე კონტაქტებოდა და ალბათ რაღაც მომენტში, როდესაც გავქრი არენიდან რას ფიქრობ და არ ვიცი, მაგრამ გავქრი. უცად გააორთქლდი. გავაორთქლდი და თან გადავახტები ერთ ეპიზოდს, როდესაც სასამართლოში მიგვიყვანეს რაღაც ასეთი გრძელი მოსაცდელი ოთახი ქვემოთ, სანამ მოსამართლემდე აგიყვანენ და იქ ლარა ნაჭყებია ვნახე, რომელიც დააკავეს ასევე და როდესაც მივდიოდი მანქანაში ვსკროლავ და იქ წერია რომ ლარა ნაჭყებია დააპატიმრეს. მანქანაში პოლიციის მანქანაში? არა. მანქანით მივდიოდი, თქვენამდე მივდიოდი მანქანით. იმიტომ რომ გამიკვირდა იქ როგორ სკროლავ. არა, იქ არა. ახლა იტყვიან რა ხედავ, რა პირობებში სკროლავდაო და თანაკავ. არა, იქ სკროლავდი. სანამ დაგაკავებდნენ. სანამ დამაკავებდნენ, სკროლავდი. ტაქსიში ვიჯექი და სკროლავდი და ლარა ნაჭყებია დააკავეს და ამ დროს ჩვენ გვაჩერებენ და ლარა მერე ვნახე იქ სასამართლოში იცინოდა. იჯდა და ახლა კი ცოცხალი რა იცოდი რა 2 წუთში ლარას ბედს გაიზიარა. მერე ვნახე ახლა მაგას მერე მოვყვები კიდე იქ პოლიციაში. გამაჩერეს გითხრეს მანქანაში იჯდა ტაქსის წყოლი, ჩემი შვილები ისხდნენ უკან და საუბრობდით იმის შესახებ, რომ დამაპატიმრებენ ალბათ და ამაზე მიდიოდა საუბარი ასევე იქ და აი ამ დიალოგში ვიყავით, ანუ სკროლავდი აქ ლარა დავინახე ქარდზე, რომ დააპატიმრეს, ლარა დააპატიმრეს და ჩვენ ძალიყურით აქეთ საუბარი მიდის და თან მეც რეპლიკებს ვისვრი ასე ვთქვათ, რომ მეც დამაპატიმრებენ და ესა და რაღაც ეს ამ თემებზე მიდის საუბარი, რომ აი ვიღაცას იქ სადარბაზოსთან დახვდნენ, ვიღაცას და აი დაჭერის ამბებზე მიდის საუბარი. ჩერეს დროს და გაოგნებული მიყურებდა ის ტაქსის ჯერ ხომ უკნიდან დაუძახეს გაჩერდიო. რამდენიმე იყო მგონი პატრულის მანქანა თუ არ ვიცი რომ გავიხედე სარკეში და ვიახედა. არაფერი არ დამიშავებიაო ეს ტაქსის ზღოლი. ჩემთან არიან მეთქი ვამშვიდები და მოვიდა ეს პოლიციელი ჩვეულებრივად ერთ-ერთი და აი იქ ახსენა გზის გადაკეტვის ამბავი და მე ვთხარი იქ უნდა გამოყვეთო განყოფილება და საწაგიყვანეს ხო? კი, აი გეტყვი მაგასაც, უბრალოდ ვთხარი რომ იქნება აქ შევავშოთ და პირდაპირ წავიდეთ სამართლოში რომ ახლა კახეთის გზატკეცილზე არ მატარო, არაო აქო ვერ შევავსებთო და წავედით კახეთის გზატკეცილზე, წავედით იქ როდესაც შემიყვანეს რაღაც შენობა არის იქა გვერდით ანუ დიდი შუშებიანი სახლის უკან არის კიდევ ასევე შუშებიანი პატარა სახლის შენობა და იქ როდესაც შემიყვანეს დავიწყეთ ახლა ამ რაღაც ოქმს ავსებენ რომელსაც არ მოვაწერე ხელი საერთოდ მაგათ არ ვაღიარებ ამ რაღაც ეგრეთ წოდებულ შსს იქ მე სასამართლო ისა ეს მოკლედ ერთადერთი რასაც ხელს ვაწერდი ის იყო რასაც იზოლატორში საკვებს თუ შემოგაწვიან უნდა მოაწერო ხელი იმიტომ რომ ეს ბადრაკ სჭირდება მე არ მჭირდება ბადრაკ სჭირდება რომ იქ აღნიშნოს რომ აი შენ საკვები შემოგიწევს ანუ ამაზე საწერ ხელს რო გჭირდება საკვები? კი, ამაზე უნდა მოუწერო ხელი, უფრო ბადრაკ სჭირდება რომ მან შეასრულა თავისი მოვალეობა. მოკლედ ამათ შეავსეს
ეს დოკუმენტები ეგრეთ წოდებული და ეხლა რო ვზივარ ხო ვიდრე შევიდოდი იმ შენობაში ვხედავ ლაშა ჩხარტიშვილი მოყავთ ლაშა ჩხარტიშვილი მოყავდა ხო ეს ძალიან რთული მომენტი იყო ჩემთვისაც იმიტომ რომ როცა რუსთაველზე ვიყავით წინა საღამოს ვიცოდი რომ ლაშას დედის 40 ქონდა და ძალიან მძიმე სანახავი იყო როდესაც ადამიანს დედის 40 აქვს და შენ იქ დაპატიმრებული მოგყავს შევედი შიგნით როდესაც ამას ვავსებდით გავიხედე მარცხნივ და ლევან ჯობამა მოყავთ და აი ასე მე სასამართლოში ხო მე კიდე გავიხედე მარჯვნივ და შემოვიდა თუ პირდაპირ და შემოვიდა ეს რა ქვია თიკო შინაგან საქმეთა სამინისტროს გოგო ამიტყდა სიცილი იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რომ ამას სასამართლოშიც ვნახავდი რაღაც დოკუმენტებით მოვიდა ძალიან საქმიანად ერთი აქეთ გარშემო პოლიციელები და წავედით სასამართლოში შევედით ამ სასამართლოში როგორც გითხარი აი წინა ეპიზოდში ლარაზის დაკვრება სიცილით გავიხედე აქეთ ვიღაც იქით ვიღაც სუჩვენები მე ვისთანაც ერთად ვიჯექი საკანში საბახომერი კი ეს მოიყვანეს ლაშა ჩხარტიშვილი მოიყვანეს აი ეს მოყავდათ აქციის მონაწილეები ხო აი მე მოიყვანეს ხელბორკილები ედო აქციის მონაწილე ძალიან მაგარი ტიპი იყო კაი ბიჭი იყო ძალიან ხელბორკილები ედო ესე და ის თუთუნი გაჩითა რაღაც ქონია ჯიბეში და ესე ხელბორკილები შენ არ ქონდა ხელბორკილები არა ვერ გავიგე ეგ ამბავი ანუ ვიღაცას ვისადებენ ვის არა არ ვიცი თან ალბათ გიგა ლემონჯავას გასყვანჩავდნენ იმიტომ რომ ისეთი ოპერაცია იყას ჩემი აზრით საერთოდ მიმული ეყოლებათ რომ არ გაიქცეს ხო აი ხო ტრაგიკულია მთელი ქვეყნისთვის წარმოუდგენელია მაგრამ აი ისეთი სასაცილო ეპიზოდებიც ახლავს ამ სასამართლოზე მე ავიდოდა ერთი აიყვანდნენ ჩამოიყვანდნენ ქვემოთ 4 დღე 5 დღე 6 დღე 8 დღე იძახოდნენ ეს ადამიანები გაუგებარია აი ეს აყავდათ იქ მანუჩარ ცაცვა იმას რა ქვია ცეკვავს რა ქვია ხო ზვიადი ცეკვავა ვიღაცები აყავდათ ჩამოყავდათ საერთოდ რო არაფერ შუაში იყო ადამიანი ისეთ იყავდათ მოყვანილი ტროტუარებიდან იყვანდნენ ადამიანები არა თავის გზაზე არ იყო ის აქციის მონაწილე თავის გზაზე მიდიოდა და მე გაუშვა ამ მოსამართლემ იმიტომ რომ არ იყო საერთოდ არაფერ შუაში არ იყო მიდიოდა უბრალოდ და მოკიდეს ხელი დააპატიმრეს. აი ეს სიტუაცია იყო სასამართლოში. იქ მე მოისმინა ალბათ საზოგადოებამ რაც ვილაპარაკეთ, ვინმე დაინტერესებული იყო იმ სასამართლო პროცესზე, მაგრამ აი გუშინაც მომიწია ნაწილობრივ ამაზე საუბარი, აი მონაწილეობ როგორ გითხრა, აი სპექტაკლია, ოღონდ აი ცუდი სპექტაკლია. ცუდი იმ გაგებით, რომ ყველა მსახიობმა ამ სპექტაკლზე იცის რა როლი ერგო მას, ოღონდ არც ერთს არ უნდა ამ როლის თამაში. ყველას უნდა რომ სპექტაკლი მალე მორჩეს. მაგიტომ თქვი ეგ ფრაზა რომ ხო, სასამართლო. მაგიტომ თქვი იმ პროცესზე რომ რამეს ხომ არ იტყვიო მოსამართლემ კიდე მომცა რაღაც პაექრობის ეტაპზე სიტყვა და მაგიტომ თქვი რომ იქნებ დროზე მორჩეთ მეძინება მეთქი და წავალ იმ საკანში და მე ჩვენ პოსტავდით რომ გძინავთ აი ეგ პოსტები რაღაცები არ მინახავს ჯერ და უნდა ნახო მერე და აბსურდი აი წარმოიდგინე ახლა ერთ ეპიზოდს მოვყვები რაღაც თქვი სასაცილო ამ სხდომაზე და იქ დამსწრე საზოგადოება, ხო, საზოგადოება როგორ ესწრებს, არაფრის უფლება არ აქვს საერთოდ. მარტო თვალები უნდა კონდეს, გახელ უყუროს. სხვას არაფრის უფლება არ აქვს, იქ რა ვიცი, რამე გადაიღოს, ან რაღაცა ამოიხვნეშოს, ამის არაფრის უფლება არ აქვს და რაღაც სასაცილო თქვი და გაეცინა დარბას და გაეცინა თვითონ ამ მანუჩარ ცაცუასაც. ხო და მიუტრიალდა ამ დარბას კი არა და წინარსხედან და
უთხრა რომ არ გაიცინოთ, თორე სულ ყველას გაყრით აქედან მაგ სიცილის გამო. მე მეუნები რომ შენც ხომ გაიცინე მეთქი ამაზე. ხო, რაღაცა განმარტება გააკეთა, მე ვერ გავიგე რა თქვა სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ მოსამართლე თუ ცინის იმან რო გაიცინოს წინ ჯდომა რა მოხდა ახლა ამაში ასეთი და წინ ვინცის მაყურებელი აი უყურებს აქეთ სცენაა გაშლილი და წინ უყურებს მაყურებელი რომელსაც საერთოდ არ უნდა ამ სპექტაკლზე დასწრება რა, მაგრამ ნუ მოდის საგულშემატკივროდ. იქით ვინც ზის მოპირდაპირე მხარეში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ორნი იყვნენ მათაც იციან, წაკითხული აქვთ ის რა ქვია დრამატურგია წაკითხული აქვთ და აი ეზარებათ, აი იციან, იმათაც უნდათ რომ მალე მორჩეს, ხო, აი ადამიანების ციხეში გაშვება, აი როგორ გითხრა, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, ხო, მალე უნდა მორჩეს. კი ბატონო, ცაცუასაც ეს უნდა, რაღაცას რომ მეკითხებოდა, სიგიჟები მკითხა და ნუ გავეცი პასუხი არა მას, არამედ საზოგადოებისთვის ვილაპარაკე რა აბსურდს მეკითხებოდა. სადღაც იყურებოდა უსასრულობაში, აი მანაც იცის რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს და ჩვენ ხო ვიცი და ერთადერთი აქ აი ეს კომპონენტი უნდა აღნიშნო ადვოკატები. აი ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას. მათ კი არა ვინც მხოლოდ მათ კი არა ვინც ჩემი ადვოკატი. ეს ხალხი ასრულებს წარმოუდგენელ სამუშაოს სასამართლო პროცესებზე, სადაც აი წამები აქვთ იმისთვის რომ გაეცნონ ამ რაღაც დადგენილებებს, იმიტომ რომ ცაცუას ეჩქარება, იმას ეჩქარება, ამას ეჩქარება, ესენი აი მუშაობენ წარმოუდგენლად და მერე იზოლატორებში გადადიან. მოდიოდა ინფორმაცია რომ აი აქ ადგილი არ არის და წაიყვანეს იქ გონის საჩხერეში ნაწილი მესტიაში ფოთში და ამ იმით ტემპით რო ცოტა მერე რო დავეჭირე ალბათ სახში წამიყვანდნენ აფხაზეთში არ ვიცი საათ კიდევ და ეს არის სასამართლოზე რაც მაგრამ მე ხამე ძალიან მაინტერესებს რა ხდება საკანში და შენ როგორც ადამიანს შესაძლო პოტენციურ შესახლება მაინტერესებს ხო შესახლებაზე რა ხდება ახლა ნუ თუ გამოადგებათ რეკომენდაცია ჩვენს მაყურებლებს მიდიხარ იქ რომ მიმიყვანეს 1 საათნახევარი იყო ალბათ ზუსტად არ მახსოვს კარგან ხანს ვიდექით ჭიშკართან ან რა ვიცი არ ვიცი რა პროცედურებს ატარებდა ჭიშკართან ცხეთის იზოლატორთან შედიხარ შიგნით გაიდლაინივით მოყვები ახლა შედიხარ შიგნით იქ რაღაც თითის ანაბეჭდებს აგიღებენ რაღაც ჩენს ნივთებს რომელიც პოლიციას აქვს უკვე გადასცემენ ადგილზე ეს ქურთუკი თუ გაქურთუქს მე დაგაყენებენ ასე ფოტოებს გადაგიღებენ აბა მარცხნივ აბა მარჯვნივ როგორც არის აი ფილმებშიც ხო არის რა გადაგიღებენ შენ გეცინება ეგ არ არის დამთრგუნველი გეცინება ვიკა ჯერ ერთი იცი აქ რატო ხარ ან არ იცი მაგრამ ნუ იდეაში იცი რო სწორად ხარ, იმიტომ რომ რეჟიმს უპირისპირდები და იცი, რომ აი მაგგაგებით სწორად ხარ, ისე არ იცი რატო ხარ, ანუ სიგიჟეა, აი ნუ სადღაც დგახარ და სადღაც დგომის გამო და დამოკიდებულება ნორმალური ამ მიმართულებით ვერაფერს ვერ ვიტყვი აუქს, კარგი დამოკიდებულება თან აღმოჩნდნენ რომ აღმოჩნდა რომ ვერ განვაზოგადებთ ხო, არა, მე რაც შემიძლია ჩემთან დაკავშირებით ან ჩემთან ერთად საკანში მსხვილობებთან დაკავშირებით სხვა შორის პრაქტიკულად ყველას ვიცნობდი წინა ცხოვრებიდან, აი გადაღებებიდან, იქიდან, აქედან, ზოგი პოლიციაში მუშაობდა, ზოგი სხვაგან მუშაობდა, ვიცნობდი ამ ხალხსახეზე, მე ეს ყველა გავიხსენე. მოკლედ, ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი დამოკიდებულება ქონდა. ხო, ფოტოებს გადაგიღებენ. ანაბეჭდებს. ფოტოს ანაბეჭდებს რაღაც იქ მოხსნიან თუ კი თასმა თუ გააქვს ან თქვა საცმელზე თუ გააქვს ესეთი რაღაც ზონარი ან ქურთუკით არ იყავი ანუ ქურთუკით ვიყავი დავტოვე ის ქურთუკი იქ შესასვლელში სადაც ეს პროცედურა მიდიან არა არცება მე რა არ უნდა გამომჩეს ხო ექიმმა უნდა შეგამოწმოს
იქამდე დაგათვალიერებენ და ესე იგი იქ სრული გაშიშვლების ეპიზოდი არ ყოფილა, თუმცა ძალიან უხერხული თუ არ არის, მაგრამ რადგან ინტერესი არის თან ზემოთაც გაიხდი, თან ქვემოთაც ფეხზეც დაგათვალიერებენ. ექიმთან ერთად. ხო, რამე დაზიანება ხომ არ გაქვს, მე ექიმი შემოდის, მე ექიმთან ცალკე შედიხარ, კიდევ გეკითხება იქ. სხვათა შორის მან ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი აზრით არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ მუშაობას, იმ ხმაურს, რომელმაც მედიამ გამოიწვია თავის დროზე გაშიშვლების პრაქტიკას გულისხმობ. მე არ ვიცი, ოღონდ ეგ რამდენად სისტემურია, იმიტომ რომ შენი მაგალითით ჩვენ ვერ ვიმსჯელებ. ჩემ მაგალითზე ვაკეთებ და შემიძლია ეს განვაზოგადო, თუმცა როგორი ფაქტები გვაქვს. განაც მსმენია, ვინც გზის გადაკეტვაზე არის დაკავებული, ისინიც ყვებიან, რომ ამიტომ არ შემიძლია სრულსურაძევის საუბრო ზოგადად არ შემიძლია, იმიტომ რომ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ როგორ ექცეოდნენ განსაკუთრებით ქალებს აი ამ სრული გაშიშვლების ნაწილში როგორი დამოკიდებულებები იყო ზოგადად ჩვენ გელა ხასაია სულ ჩვენი ძვირფასი გელა რომელიც ძალიან მენატრება ამასობაში მინდა გითხრა და ანუ ამიტომ ვამბობ რომ როცა ჩვენ საუბრობთ ვახოსანაიაზე კონკრეტულად და ვერაფრით ვერანაირ იმას ვერ განვაზოგადებ. იმიტომ რომ უამრავი მძიმე მაგალითის შესახებ ხსნენია. რაღაცა თითქოს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. აი რაღაცა ეს ნაკადი თითქოს აი რაღაცა ამ გაიდლაინით მოქმედებენ. დეკემბერში ვისაც იკავებდნენ მაშინ ადამიანებს ურტყამდნენ მანქანა სავარძელ ამოცლილ მანქანაში, ხო? ანუ პირდაპირ წამების ფაქტებია, ხო? რასაც მოყვა მათთვის უმძიმესი სანქციები. კი ბატონო. თუმცა ეს ვერაფერი შვება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს კონკრეტულად თავს გადახდა, ჩვენ გვახსოვს პირდაპირ მონათხრობი ქალების ანონიმურობის დაცვით თუ რა გადაიტანეს მათ, როგორი მოპყრობა იყო გაუპატიურების მუქარიდან დაწყებული არ ვიცი რა ტიპის შეურაცხყოფა არ გადაიტანეს ამ ადამიანებმა, ამიტომ არც იქნება რაღაც გარემოებები, თან იყო მძიმე სანქციები და მტკივნეული მათთვის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, ამიტომ ჩვენ რასაც ვსაუბრობთ ამ ამით მოკლევადიანი დაკავებებს ეთყვა, მაინც მაგრამ ვიკა ასევე დაკავება, აი მე როდესაც ვამბობ, რომ დამაკავეს ჩავჯექი ავტომობილში, საპატრულოს ავტომობილში და წამიყვანეს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს როგორ აკავებენ ხალხს. მე როდესაც იქ ვიყავი და ტელევიზორში ყურების საშუალება არ მქონდა, რომ გამოვედი, მე ვნახ ლიკა ბასილაია, შავგულიძის დაკავება. ამიტომ ჩვენ სისტემურად უნდა შევხედოთ ამას. აი ჩემი ამბავი არაფერს ნიშნავს აქ სინამდვილეში. დაკავების რა ფორმები იყო გამოყენებული. ხო ვხედავდით, მაგრამ ობიექტურობისთვის, ანუ რადგან ჩემს კონკრეტულ საკითხსაც შევეხენ, მე და ჩემთან საკანში ვინც ისხდნენ, იმათთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა. ისინიც იგივეს ყვებიან, შენ თანამესაკნე. ასე იყო და იმ ადამიანებს, ხო, იმ ადამიანებს, რომელთანაც მე კომუნიკაცია მქონდა, სამნი ისხედით საკანში. ვერაფერს ძვირს ვერ ვიტყვი, ვისთანაც შეხება მქონდა. საკანი დიდია, პატარა, სამნის ხეთხართ, ცხელად, სივად, მაინტერესებს სამი ადამიანია ამ საკანში, სადაც ჩვენ ვიყავით, თუმცა არის როგორც ვიცი ორ ადამიანზე გათვალისწინებული საკნებიც, როგორც გავარკვიე იქ იმ იზოლატორში, სადაც ვიყავით. სამნი ვართ, ნუ როგორ გითხრა, ორი საწორი ზემოთ, ერთი ქვემოთ და ერთიც დგას გვერდით. საკანი, რა ვიცი, სამი ადამიანი ეტევა რა, არ ვიცი ხა ფართობი არ გამიზომავს ასე, მაგრამ სამი ადამიანი ეტევა ჩვეულებრივად რა. საკანი ასე გამოიყურება, არის კამერები, რომელიც იღებს ამას ცხოვრებას ამ საკანში უწყვეტ რეჟიმში, ხა არ ვიცი ხმა ჩართული იყო თუ არა.
და ისმენდნენ თუ არა, არ ვიცი, რაც არ ვიცი, მაგრამ სრული შემთხვევაში ასეთი რამ არ გაუჭირდებოდა, თუმცა დასამალიც არც არაფერი გვაქვს, რასაც აქ საუბრობთ, იმას საუბრობთ, იქ ამ პროტესტზე საუბრობთ ძირითადად. ძირითადად ამაზე საუბრობთ. ყველანი იყავით პროტესტზე დაკავებული. ჩვენ სამნი ვიყავით პროტესტის გამოდაკავებულები, აღმოჩნდა რომ გვერდზე საკნებში და გაივსო მოკლედ იზოლატორი რა, გაივსო და მე აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი იყო ჩვენგან, რაც ერთმანეთთან კონტაქტი არ ქონდათ. რაც ეტევა იზოლატორში ხალხი, ალბათ სრული უმრავლესობა იყო სწორედ აქციებზე დაკავებული ხალხი და შემდეგ რაღაცნაირად ვიგებდით სხვადასხვა გზით, ვთქვათ, კომუნიკაცია, რაც არის, ვთქვათ, მნახველთან, ამით რომ იჭერდნენ ხალხს და ადვილი გამოსაცნობი იყო, იქ როდესაც ზიხარ აკვირდები, ასე ვთქვათ, გადაადგილებას, რამდენ ხანში ერთხელ გაკითხავენ იქ საკანში შენთან რომ შემოიხედონ, ასე შემდეგ ხვდებოდით უკვე, რომ ბევრნი იყვნენ მოყვანილი ჩვენები და ხო ასეც აღმოჩნდა. სავსე იყო ეს იზოლატორი მოკლედ აქციის მონაწილე. რა არის ამ ყველაფრის მიზანი, იმიტომ რომ რეალურად რაღაცნაირად ჩვენ კი ვამბობთ, რომ გაუბრალოება არ უნდა მოხდეს ამის და კი ბატონო მიზანი არის, რომ ჩააცხრონ ეს პროტესტი, მაგრამ მეორეს მხრივ იმასაც ვერ ვიზამთ, რომ არ მოხდეს გაუბრალოება, გარდა იმისა, რომ რაღაცა გროტესკულია მთელი ეს პროცესი. ყველაფერს რომ თავი დავებოდნებოდ ისეთი ბიჭები და გოგოები სხედან გრძელვადიანად ციხეში, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს ჩვენი სინდისის ტყვეები, რომ არც გვაქვს უფლება რომ არ გავაუბრალოთ ეს რაღაც 5 დღიანი, 10 დღიანი დაკავებები, იმიტომ რომ ანდრო ჭიჭინაძე, რეზო კიკნაძე, გელა გვიყურებს უკვე, ჩვენი პოლიტიკოსები თუნდაც ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები, ელენე ზურა და ასე შემდეგ მართალი ხარ ვიკა, ზია ამაღლობელი და აი ვერ ვისაუბრებთ ამაზე, ხა სერიოზულად 5-10 დღიან დაკავებაზე, მაინც რა არის აი ამის სწორედ ამით დავიწყე და კარგია რომ შენ ყურადღება გაამახვილე, რომ ეს არ არის ჩემზე, იმიტომ ძალიან მეუხერხულება ახლა ამ ყველაფერზე ლაპარაკი. რატომაც საუბრობ საზოგადოების ინფორმირება. იმიტომ რომ მე მგონია რომ ბევრს აქვს ეს კითხვები, ბევრს აქვს ეს განცდა, რომ ეს მასაც დაემართება. 5 ხო და გამოცდილების გაზიარება მოკლედ ასე უნდა გაიგოს ეს საინტერესოა რომ მოვაძლიეროთ პროტესტის მონაწილეები. კი ბატონო, მე მინდა ვთქვა რომ ჯერთი ყველას რეჟიმის მიერ დაპატიმრებულ ადამიანს, ვინც შენ ახსენე ახლა, მათ სულ ყველას მინდა მოკითხვა აქედან და აღფრთოვანებული ვართ ჩვენ თქვენით აღფრთოვანებული. იქ ალბათ კიდევ უფრო ხდები არა, იქ ხდები რაც აი ვიკა. იმიტომ რომ შენ 5 დღე რო იყავი, იქ ალბათ უფრო ხდები, როგორია ხანგრძლივად პატიმრობაში ყოფნა. რისთვის იყო საკმარისი ეს 6 დღე. ჩვენ მართალია ტელევიზორი არ ქონდა, მაგრამ ტელევიზორში არ არის საქმე. ანუ პირველი შეკითხვა რაც ქონდა, რომ აი რუსთაველი გადაიკეტა, როდესაც ადვოკატი შემო. პირველი შეკითხვა იყო ეს, რუსთაველი გადაიკეტა. კიდევ ვინ დააპატიმრეს, რამდენი დააპატიმრეს, ეს არის თავარი შეკითხვა. ყველაფერი დანარჩენი მეორე ხარისხოვანი, ეს არის თავარი შეკითხვა. როდესაც მეუღლეს დაურეკე, ბავშვი იყო სამკურნალოდ და როდესაც მოვიკითხე ბავშვი, პირველი შეკითხვა ჩემი რაც იყო, აი ახლა ჩამოსკროლე, სადაც სიები იქნება იქ დაწერილი ჯგუფებში და ჩამომითვალე მთელი ეს სახელები და გვარები, ვინ არის დაპატიმრებული და რამდენია დაპატიმრებული. ხო და აი ის, ვინც ამდენი ხანია ზის, მე ამით მივხვდი იმას, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენ გარეთ რას ვაკეთებთ. რამხელა მნიშვნელობა ეს ხალხი ხომ ამით ცხოვრობს, ამ პროტესტით ცხოვრობს. მათი თავარი საფიქრალი ეს არის და ჩვენ არც ერთს უფლება არ აგვაქვს მათ გამო, ჩვენი ქვეყნის გამო, რომ რაღაცნაირად მოვეშვათ. აი ძალიან უხერხულად იგზნობს ადამიანი თავს, თუ კი აღმოჩნდება რაღაც ოჯახურ წრეში ისეთ სიტუაციაში, სადაც აი რა ვიცი, გაიცინებს ადამიანი
ვიღაცის შეიძლება დაბადების დღე, ეს ყველაფერი უხერხულობას ქმნის, ხო, საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ჩვენი საფიქრალი სულ არის ეს პროტესტი. ის უბედურება სინამდვილეში რაც ტრიალებს ამ ქვეყანაში და აი ჩვენ რომ გვითხრეს რომ მეთოდურად გაგანადგურებთო, აი ეს რამდენიმე დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ამას შემდეგ რასაც გვემუქრებიან სისხლის სამართლის და ნულით ანაგზნობა ყველაფერს იკადრებენ, იმიტომ რომ ყველაფერი იკადრეს უკვე, მაგრამ ვერ გატეხეს პროტესტი. აი პრინციპში თუ კი ასე შევხედავ, რომ ეს მოკლევადიანი დაპატიმრებების მთელი მიზანი პროტესტის ჩაკულა, რომ პროტესტი გაქრეს, კი, კანონები მიიღეს ამის გამო, რომ ამიტომ ზუსტად ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე სწორია ზუსტად ამ პროცესს გაუბრალება. ამ კონტექსტიდან გამომდინარე. ვახო, რა ხდება? გაყავთ ხარ ხოლმე სასეირნოდ? კი, არის ეს ასე ვთქვათ სეირნობა, გარკვეული პერიოდი დღის სხვადასხვა მონაკოჩოხ დღეში. და იქ ვერ ხდებოდით ერთმანეთს? არა, ისე არის. მე მეგონა რომ იქ მაგალითად შეიძლებოდა რომელიმე პატიმრთან მოხვედრილიყავ, იცი? აი მაგალითად ვიღაც ბიჭებთან, ვინც უკვე დაკავებულია სიტყვაზე, არ ვცვია ცეცხლაძის საკანში, მაგრამ მივხვდი რომ როგორც ჩანს ეს ხომ იზოლატორებია ეხლა ეს იზოლატორებში ხართ ბოლომდე თავიდან ბოლომდე. ადმინისტრაციულიც არის იზოლატორებში, იმიტომ რომ აი ახლა დღესაც რა მოხდა, მათ შორის 14 დღიანზე ვინც არის ისიც იზოლატორებში არამდენადაც ვიცი კი ყველა. მაგრამ როგორ არის იცი აი ნაწილი ესე ძალიან მნიშვნელოვანია ანუ აპატიმრებენ ადამიანებს ხო ამ ადმინისტრაციულით ზოგს 14 დღით 8-6 როტაცია ხდება მიხვდია ანუ იმიტომ რომ გადავსებულია იზოლატორები ნაწილი გამოდის მერე სხვებს იჭერენ გამოდის სხვებს იჭერენ იზოლატორებში რეკავენ რომ აბა რამდენი ადგილი გაქვს თუ არა ადგილი ან ვინ როდის გამოდის ხო აი ვინ როდის ხო ზოგს ისე ზოგს ლოგიკა არ არის აი ხო ერთი ეპიზოდი მინდა მოგიყვე არ შეიძლება რომ პატიმრებმა რომლებიც სხვადასხვა საკანში არიან ერთმანეთი ნახონ ხო ადვოკატთან გადიხარ თუ სხვა საჭიროებისთვის არ შეიძლება გადაეყაროს სხვას და იმდენი პატიმრები იყო იქა და უჩვეულო სიტუაცია იყო რომ როდესაც გამოვდიოდი ადვოკატის ოთახიდან გოგოების ხმა მომესმა რომ ჩემ სახელს მეძახდნენ და უცებ მივიხედე და დავინახე ორი პატიმრი გოგო ერთი ჩემი თანამშრომელი ცირაჟვანია და თაკო თოთლაძე მეორე ანუ გადავეყარეთ მაინც ერთმანეთს თუმცა ეს არ შეიძლება წესი და იქ აერიათ ეთყობა რაღაც მოძრაობის წესები თუ განრიგი თუ რა იყო არ ვიცი მოკლედ შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს მართლა რაღაც დაუჯერებელია რომ აი ჩემი პატიმარი თანამშრომელ გოგოს გადავეყარეთ კიდევ არის იქ პატარ-პატარა ეშმაკობები რომლითაც შეგიძლია რაღაცები დაასკვნა, მაგრამ არ მოყვები ამას ახლა, იმიტომ რომ იმ იზოლატორში მე სხვებიც მოხვდებიან და ალბათ თვითონ მიხვდებიან რა როგორ. ერთ ეპიზოდს მოყვები კიდევ აი ამ აბსურდის აღსაქმელად. ის ადამიანი, რომელიც ვახსენე გიორგი ყიასაშვილი, რომელიც ჩვენთან იჯდა პირბადის გამო დაპატიმრებული. არ მოუდგენელია უბრალოდ. იცი რა უწერია მაგის განაჩენში მოსამართლეს რომ კიო აი ახსნა განმარტება მოვისმინეო ამ ადამიანისო დაკავებულისო მხარეს მოვუსმინეო მაგრამ ესო ხო არ არისო საკმარისიო ანუ იმათი ახსნა განმარტება საკმარისია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ხო არ არისო ახლა საკმარისიო მტკიცებულებები არისო საჭირო მაინცო რომ მივხვდე ეს ადამიანი მართალს ამბობს თუ ტყუილსო ეს ადამიანი უხსნის რომ მანამდეც პირბადით დადიოდა ეს ადამიანი უხსნის რომ იქნებ სტომატოლოგს დავურეკოთ მოვიყვანოთ ჩემი ფოტოები აქვთ გადაღებული თვითონ პოლიციელებს ანუ როგორც გინდათ ისე დოკუმენტს მოვიტან რომ ნამდვილად დავდიოდი ანუ ყველაფერი ქონდა ამ ადამიანს იმისთვის რომ მოსამართლისთვის წარედგინა მაგრამ მოსამართლის მსჯელობა იქ დამთავრდა დოკუმენტში სადაც ამბობს რომ ნუ სხვა მტკიცებულებებიც სჭირდება და რომ გჭირდება სხვა მტკიცებულებები რა გააკეთე ამისთვის არაფერი ადამიანს პირდაპირ მიუსაჯა გაუშვა ციხეში ხო და ახლა შეხედვართ საკანში და გავიდა 2 დღე გიორგის ადვოკატს გასაჩივრებული ქონდა ეს გადაწყვეტილება გავიდა 2 დღე
რამდენი დღეთ მივსაჯეს? 6 დღე ქონდა მასაც და გავიდა 2 დღე და შემოაღო ეს ისა რა ქვია სარკმელი თუ რაც ქვია ბადრაგმა და ეუბნება გიორგის რომ აი ყიასაშვილი გამობრძანდით თუ შეიძლება თქვენთან მოსული არიან თქვენ სახელზე მოვიდა ახალი დადგენილება და ჩვენ გაგვეხარდა ახალი დადგენილება მოვიდა ესე იგი სააპელაციო სასამართლოში ვიღაცას იქნება გაუნათდა გონება ის არ გზის გადაკეტვის გზა არ გადაუკეთებს ამას პირბადე ეკეთა კი ახსენი რატომაც კი გაიყვანეს გიორგი და შემოდის დაახლოებით 10 წუთში ალბათ და შემოიტანა ეს რაღაცა ფურცელი და აბა რა ხდება გიშვებენ თუ რა სიტუაცია არაო მისამართე შეშლიათო და ეს გაასწორეს დადგენილებაში ეს გაასწორეს ეს წარმოიდგინე ყველაფერი წესრიგში იყო გიორგის და რაღაცა ძალიან პატარა რაღაც სადღაც აცდნენ მისამართში და დადგენილება გამოიტანეს ახალი ვიღაცას ხომ გადასცეს ეს დადგენილება ის მანქანით ხომ მოვიდა ბენზინი დაწვა ჩვენ რო ჩაუსხით ის ბენზინი იქ ხელი მოაწერინეს მე ეს უკან წავიდა ეს ფურცელი სადღაც წაიღო რაში იხარჯება რესურსი იმ პოლიციელებმა საერთოდ ადამიანი კბილებს მკურნალობდა პირბადე ეკეთა და 6 დღე მოხვდა ციხეში წარმოუდგენელი ყოველი ჩვენი დილა იწყებოდა ასე მე და საბა ვეკითხებოდით ერთმანეთს ჩვენ გავიგეთ სიგიჟია მაგრამ გავიგეთ რატო ვარ ხო ნუ პროტესტი გაბედა ეს ადამიანი რატომ არისა კი ბიძინას მოწინააღმდეგეა მაგრამ აქ რატო ამწუთას რატო ზის ეს კაცი წარმოუდგენელია ხო ანუ მართლა ხო დადგენილება რაღაცა ციფრი ჩაასწორეს დადგენილებაში ძალიან მოკლედ მიპასუხე რეკლამამ და შხაპის ამბავი როგორ არის გოგოები მეკითხებოდნენ განსაკუთრებით 3 დღეში ერთხელ და ხო და ყოველ შემთხვევაში ხო საპირპარეშო ზოგიერთი არის საკნის მიღმა ზოგიერთი საგანში ესეც გაინტერესებთ მაინც ვიტყვი ხო არ ვიცი რომელი ჯობია ვერ ხვდები მე მგონი მიღმა ჯობია კარგი